რეჟიმი საგანგებო ზომებს იღებს, რომ სისტემა სრულად არ ჩამოეშალოს. დანაშაულის ნიშნებს ხედავენ სპეციალისტები კობახიძის კიდევ ერთ განცხადებაში. დღეს გაირკვა, რომ ამერიკის სანქცირებულ გომელაურსა და ძალადობაში პასუხისმგებელ სხვა პირებს ბიუჯეტიდან ფინანსურად დაეხმარებიან. ითქვა, რომ მოქალაქეების ჯიბიდან ანაზღაურდება ზარალი, რომელსაც სანქცირებული ჩინოვნიკები ამერიკაში გაყინული ქონებით მიიღებენ. ამ დრომდე უცნობია, ვინ რა მოცულობის დამალულ საკუთრებას ფლობს შეერთებულ შტატებში. ღია წყაროებში მსგავსი ინფორმაცია არ ჩანს. შესაბამისად უცნობია რა ფასს გადაიხდის მოქალაქე მოძალადის კომპენსაციაში. რა დაუჯდებათ რიგით მოქალაქეებსა და გადასახადის გადამხდელებს ტერორის წახალისება. ეს არის ჩვეულებრივი ქურდობა. ჯერ ისედაც ჩვენ ხარჯზე არიან და ეხლა მით უმეტეს. სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც დაზარალდებიან ან შეუჩერდებათ ხო ანგარიშებზე, თურმე აუნაზღაურებენ ჩვენი ჯიბიდან. ბიუჯეტი საერთოდ სრულდება ხალხის ამოღებული თანხიდან ამოღებული თანხით, ხო? ძალიან კარგად ვიცი ბიუჯეტში აკუმულირებული თანხები რას ნიშნავს და გამოდის რომ გარდა იმისა, რომ ამდენი ხანისას გძარცვალდნენ და ჩვენი ფული ცხოვრობდნენ 12 წლის მანძილზე, უარესის დაკანონებას აპირებენ თავისი ჭკუით. ეს არის ჩვეულებრივი ქურდობა. ჩვეულებრივი ქურდობა, რომელიც ისჯება კანონით. რა შეიძლება ვიფიქრო არალეგიტიმური ხელისუფლების აბსოლუტურად არალეგიტიმური წარმომადგენელი აკეთებს ასევე არალეგიტიმურ განცხადებას. ეხლა ერთადერთი რასაც უნდა აკეთებდეს კობახიძე თავის თანამებრძოლებთან ერთად, უქვია თანამებრძოლები, უნდა ქუცი ხურავდნენ და მიდიოდნენ რუსეთში. რომელ კომპენსაციას არიგებთ მეგობრებო, აგერ ყავს გვერდით ავთო, რომელსაც ცხვირის ძვალი გაუტეხეთ. რუსული ოცნება იმის ნაცვლად, რომ ეს მოძალადე რეჟიმის მსახურები მოხსნან თანამდებობიდან, იმის ნაცვლად აკეზებენ, ახალისებენ და რაღაცა დაფინანსებებს პირდებიან. ეს არის სამარცხვინო ჩვენი გადახდილი ბიუჯეტში თანხებით, როგორ უნდა აიღონ ამ მოძალადეებმა თანხები. იმის ნაცვლად, რომ დაზარალებული ხალხი ისაქნან უმკურნალ ახალგაზრდების დასახიჩრებაზე პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც დღეების განმავლობაში ქვეყნის მთავარ გამზირზე შეკრებილ მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებოდნენ, არალეგიტიმური პრემიერის სანქციების ზარალის კომპენსაციას დაპირდა. Უკი რომელიმე მოხელეს წარმოიქმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი ამ სანქციებიდან, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას. მალევე პირველი არხის კითხვით გაირკვა, რომ ხალხის ფული იმ ქონების კომპენსაციასაც მოხმარდება, რომელიც დასანქცირებულ პირებს ამერიკაში აქვთ. დეკლარაციებში ამერიკულ ქონებაზე ვერაფერს ხედავთ, თუმცა დაშვება, რომ გომელაურს ან მის თანამშრომლებს შეერთებულ შტატებში შესაძლოა საკუთრება ჰქონდეთ, დღეს ეგრეთ წოდებული პრემიერის ბრიფინგზე მოვისმინეთ. თუ მაგალითად რომელიმე სანქცირებულ პირს აქვს ქონება ამერიკის შეერთებულ შტატებში და პრობლემა აქვს, ან ვერ გაყიდის, ვერ გამოიყენებს სამოძრაო ქონებას ამ მაგნისკის სიის გამო. ამ შემთხვევაში თქვენ თქვით, რომ ფინანსურად ხარჯი დაუდგებით ამ პირებს, როგორ ფიქრობთ, ანუ ბიუჯეტიდან წავა ეს თანხა? კი, რა თქმა უნდა. კი, კომპენსაციები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნებისმიერ ასეთ პირთან მიმართებით. დანაშაულებრივი ქმედება, ტერორის მოწყობათა წახალისება და საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა. ასე აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები თვით გამოცხადებული პრემიერის დღევანდელ განცხადებას. მათი თქმით, მსგავსი ქმედებები ქვეყანას აზარალებს და ის უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ივანიშვილის პრემიერის კობახიძის ეს განცხადება, რომელიც თავისთავად დანაშაულებრივია და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ნიშნავს, ერთის მხრივ გვაჩვენებს, როგორ უძიროდ კორუმპირებულია ივანიშვილის რეჟიმი. ახლა, როდესაც მაგნიცის აქტში ხვდებიან პირები დანაშაულებრივი კრიმინალური სასტიკი მოქმედების გამო, ახლა გვიანოსებენ, რომ ამ ქონების ჩამორთმევის შემთხვევაში ყველაფერს დააკომპენსირებენ ბიუჯეტიდან. ოლიგარქი თავისივე უკანონო ბრძანებების შესრულებისთვის ფულს ჯიბიდან იმ მოსახლეობას აცლის, რომელსაც უკვე 23 დღეა სრულ ტერორსა და სისასტიკას უწყობს, ამბობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. პოლიციელებს აპირებს მისცეს იმ ადამიანების ფული, ვისაც ან ამ პოლიციელების ბრძანებით, ან არ ვიცი, ვიღაცები შეიძლება უშუალო შემსრულებლებიც არიან, ცემენ, აწამებენ, ასხიჩრებენ ზუსტად იმ ადამიანებს, ვისი გადახდილი გადასახადებითაც ამ პოლიციელების ფინანსურ უზრუნველყოფას აპირებს. ეს არის შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ ამ საქართველოს მოქალაქეების და ალბათ აშკარა გამოწვევა კიდევ ხო, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ხო? ეს დამოკიდებულება სახელმწიფო ბიუჯეტთან, რომ ჩვენ გადავიხდით და გადახდილია, აი ესე
უნდა იძახონ სწორედ თუ განკარგავენ ვიღაცის კერძო ფულს და საქართველოს ბიუჯეტში ამის მექანიზმი, ამის ანაზღაურების მექანიზმი არ არსებობს და კიდევ ერთხელ გეტყვით თქვენ ნორმალურ სახელმწიფოებში ადამიანმა აგერ ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში მინისტრის სკანდალში მოყვა იმის გამო, რომ მზის სათვალე შეეშალა და საბიუჯეტო ბარათით იყიდა. ესეც სახელმწიფოებთან გვაქვს საქმე. ხმარებით, ანუ ვითომ სახელმწიფო დაეხმარება და სიამბლეში ეს არის იმ ადამიანების ფული, ვინც არიან ამ წამების და ძალადობის ხვეპლი, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ რეჟიმს ძალიან ძვირი დაუჯდება იმ ადამიანების შენახვა, რომლებიც დღეს ჩუმად არიან და ემსახურებიან ამ სისტემას. ანუ მათ აქვთ რეალური შიში იმისა, რომ შეიძლება ქვემოდან ზემოთ სისტემა დაიწყოს ნელ-ნელა ნგრევა ამ სანქციების გამო და იმ პროტესტის გამო, რომელიც აგერ უკვე 22 დღეზე მეტია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია და დიდი ალბათობით ასეც დარჩება იმ თანხის რაოდენობა, რომელსაც თვითგამოცხადებული პრემიერი დასანქცირებული პირებისთვის ხალხის ჯიბიდან ამოიღებს. თუმცა წინასწარი ინფორმაცია არსებობს იმ ჯარიმებზე, რომლის გადახდასაც დასახიჩრებულ მოქალაქეებს ოლიგარქის სასამართლომ დააკისრა. საიას ინფორმაციით მხოლოდ 9 დეკემბრის მონაცემებით აქციაზე ნაცემმა და დაკავებულმა ადამიანებმა ჯარიმის სახით 200,000 ლარამდე გადაიხადეს.